ახლოს ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ ფინანსები, ჯანმრთელობა, ზოგადი ენერგია, რჩევა თქვენთვის. დავიწყოთ ჯერ ზოგადი ენერგიით, ამ ერთი კვირის განმავლობაში რა ძირითად ენერგიებში იქნებით. ზოგადი ენერგიები. მიხდებოდით, რომ თლად სახარბელო არ არის. ერთის მხრივ, ყველაფერს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი. შესაძლებელია ამ კვირას მოგინდეთ მარტო ყოფნა, განმარტოება. თითქოს რაღაცაზე ხართ ძალიან გულდაწყვეტილები, აი იმედგაცრუებულები, მოწყენილები და იძახით რომ მოდი ყველა შემეშვით, ყველამ თავი დამანებეთ, ჩემთვის მინდა ვიყო, ჩემს განწყობაში, ჩემს თავთან მარტო დამტოვეთ. აქ ემოციური ფონი ძალიან მომეტებულია თქვენთან სხვათა შორის არ შეიძლება შიშებიც გაქვთ, შეიძლება რაღაცა გაურკვეველი სიტუაცია ხდება თქვენს ირგვლივ, დაძაბულები ხართ, მოდუნებულები არ ხართ, მართლა რო არავის დანახვა არ გინდათ, არავის გაგონება რო არ გინდათ, ერთი იმდენი მარტო დარჩეთ თქვენ თავთან, ცოტა მოწყენილი ენერგიები არის. თუ ეხა მაგალითად ფონი ზოგადი არ აქვს ესეთი მძიმე და რაღაცა შეიძლება კარგი იყოს მაშინ სულიერი პრაქტიკული მუშაობისთვის, მედიტაციებისთვის, ინტუიციის გასაძლიერებლად. ამ პერიოდში კარგია შინაგან ბლოკებზე მუშაობისთვის, ქვეცნობიერზე ვინც მუშაობთ ან ფსიქოლოგთან ან ტრაუმებზე ან რაღაცა ესეთებზე, შეიძლება ეს საკითხები დამუშავდეს და რაღაცა ძალიან ღრმად თქვენი სულის ბნელ ნაწილებში ჩახვიდეთ და იქიდან ამოიტანოთ თქვენთვის ღირებული ძვირფასი ინფორმაცია და რომელიც დაგეხმარებათ შემდგომ უკვე სტაბილურობის მიღწევაში, გამყარებაში. ისე რასაც ნერვიულობთ და რასაც დარდობთ, მე არ ვხედავ რომ ეს ძალიან ის იყოს, აი უკიდურესაცაგან გაშო და გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან, თავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციურ ფონზე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები და აი სპონტანურად არ აყვით რაღაცა ემოციებს რა. ეხლა ვნახოთ პირადი ურთიერთობები, ვინც ურთიერთობაში ხართ, რა თქმა უნდა, იმათ არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები. ამ ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით პირადში. მიცადეთ. პირადს რაც შეეხება, ცოტა მარტო ყოფნა გიჩანთ პირადთან დაკავშირებით, აი როგორ ხართ იცით, მარტო ხელამგელი თუ გინახავთ ესეთი ადამიანი, რომ თითქოს ყველას და ყველაფერზე ზურგი გაქვთ შექცეული, ან ყველამ და ყველაფერმა ზურგი გაქციათ. აი რაღაც ესეთი განწყობა გექნებათ, რომ გტკივათ, აი ყმულამდე შეიძლება რაღაცეები გტკიოდეთ, მაგრამ მარტო იყოთ, არავის არ აჩვენებთ თქვენს ამ სისუსტეს და ვერც ვერავინ ვერ გიგებთ ბოლომდე რა გჭირთ და რა გაწუხებთ ასე ძალიან. აქ პირადში პასიური ენერგიებია ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაიმე სერიოზული ძვრა აცვლილება არ არის. უფრო შეიძლება თქვენთვის იყოთ, მშვიდად იყოთ, დაფიქრდეთ, აი რა მინდა, როგორ მინდა, გადავწონო, შეიძლება რაღაცა ძველი სიტუაციის დაშორებაზე, გამოსვლაზე, წასვლაზე იფიქროთ. გექნებათ ესეთი მომენტიც, აი უმეტესად ვინც ახლა მიყურებთ, სადღაც 90-90% ძველი ურთიერთობიდან რაღაცა გასვლა გიჩანთ. თუ მაგალითად ფონი ზოგადი პირადში ნორმალური გქონდეთ, შეიძლება რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს პირადში, ახალი სიტუაცია, მაგრამ მაინც წინა ფონი მარტოობა, ან მარტოობიდან გადადიხართ რაღაცა სხვა ახალ უკეთეს ეტაპზე, გადახვალთ ტრანსფორმაციას, გაივლით. ვფიქრობ, რომ მართლა უკეთესი იქნება, ეს არ არის უბრალოდ სიტყვებით ნათქვამი უკეთესი, აი რაღაც ახალი შანსების შესაძლებლობები გამოჩნდება. ამისთვის მთავარია, რომ ძველი სიტუაციიდან რაღაცა ძველი გაუშვათ, ან ძველი სიტუაცია დატოვოთ და გადაწახვიდეთ ახლისკენ. იმოძრაოთ, არ გაჩერდეთ, მარტო არ ჩაიკეტოთ, მარტო არ დარჩეთ თქვენს თავებში. ეხლა ვნახოთ, მოდით ფინანსები როგორი გექნებათ ერთი კვირის განმავლობაში. ფინანსურ საქმიანი საკითხები. ვნახოთ ფინანსური კუთხე თქვენთან ერთ კვირაში როგორი იქნება. კარგი, სხვათა შორის საკმაოდ პოზიტიური ფინანსები გიჩანთ. რამდენადაც პირად ურთიერთობებში გიჭირთ, იმდენად შეიძლება ფინანსური სიტუაციები ცოტა უფრო გამოსწორდეს, ცოტა უფრო დაალაგდეს, რაღაცა მიღწევები, აქ შეიძლება რაღაცეების გადაანგარიშება, დათვლა, თქვენგან ყურადღება მოითხოვოს ფინანსებმა, აკურატული და რაციონალური და ესეთი საღი აზრი უნდა ჩართოთ, მაგრამ მე მაინც გახარებულს და კმაყოფილებს გხედავთ, აი ფინანსებში საკმაოდ პოზიტიური მზის
პოზიტიური ენერგია ამოგდით, ოღონდ იმ შემთხვევაში იქნებით წარმატებულები, თუ უკვე რაღაცეები იწვალეთ და თუ უკვე რაღაცეებზე შედეგებს ელოდებით. ეხლა თუ არაფერი გაგიკეთებიათ, ახალი შანსები აქ არ გამოჩნდება ფინანსებში, აქ უფრო ძველი სიტუაცია რომ მოგდებ და უკვე რაღაცა კარგ სასიამოვნო შედეგზე რომ გადიხართ, აი ეს მომენტები გექნებათ ფინანსებში. ეხლა ვნახოთ თქვენი ჯანმრთელობა როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ჯანმრთელობის მდგომარეობა რა ენერგიები გელოდებათ. ჯანმრთელობაზე შესაძლებელია რაღაცა სახის პროცედურები ან გამოკვლევები თუ დაგეგმილი გაქვთ გქონდეთ. ან რაღაცა პატარა მედიკამენტოზური ჩარევა, ან ანალიზების სახით მაგალითად შეიძლება იყოს. აქ უფრო გულის ტკენა, ემოციური ფონიც ამოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სერიოზული არაფერი არ იქნება ამ კვირაში ჯანმრთელობით პირიქით კეთესობები იქნება, უფრო ხედავ რომ აი ენერგიას მიიღებთ, რესურსს მიიღებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ აქამდე მკურნალობდით, შედეგს გამოიღებს, მაგალითად შეიძლება ფულის დახარჯვა მოგიწიოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ან რაღაცა მაგალითად რა ვიცი, აი წამლის ყიდვა და ამისთვის ფულის გაცემა, მაგრამ ცუდი არ იქნება. ანალიზები ან რაღაც პატარა გამოკვლევები შეიძლება იყოს, რაღაც ის თითქოს გეშინიათ შფოთავთ, მაგრამ ძალიან პრობლემური და სერიოზული არ არის. მეტნაკლებად სტაბილურად წავა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნახოთ, მოდით რჩევა. ეხლა ამ ერთი კვირის განმავლობაში რას გირჩევთ ტარო, როგორ ჯობია რომ მოიქცეთ თქვენი შინაგანი სიმშვიდისთვის, ბალანსისთვის, ჰარმონიული განვითარებისთვის. ჯანმრთელობის რჩევას რაც შეეხება. რჩევა ესეთია, რომ მაქსიმალურად აქ ლოგიკური, რაციონალური აზროვნება უნდა ჩართოთ, აქ რო წეღანას პრინციპის ზოგად გაშლაც გითხარით, ემოციურ ფონზე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილებას არ ნაბიჯს გადადგავთ, 100 ჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით. ყველა შესაძლო ვარიანტი, ყველა ალტერნატივა განიხილეთ. აი ყველა როგორ თქვა მოიძიეთ ინფორმაცია მაქსიმალურად 1000 ადამიანს კითხეთ, სანამ რაიმე სერიოზული ნაბიჯს გადადგავთ, საერთოდ და გადაწყვეტილებებს მიიღებთ მტკიცეს და ძლიერს. რაციონალურად უნდა შეაფასოთ ისევ და ისევ. შეიძლება ვიღაცა მამაკაცი ამოგდით, ეხლა რა ვთქვა მამაკაცები მიყურებთ თუ ქალები, ვიღაცა მამაკაცი დაგეხმაროთ, გვერდშიც დაგიდგეთ და მისგან რჩევა მიიღოთ კარგი. გაეყრდენით მის რჩევას, მოისმინეთ, გაითვალისწინეთ. უბრალოდ ყოყმანის დრო აქ აღარ არის. ამ ერთი კვირის განმავლობაში მოქმედებების დრო არის, მაგრამ დაუფიქრებლად არ იმოქმედოთო რა. აი თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ყველა თქვენი შიში აი რაღაცის გეშინიათ მაგალითად და იმ შიშის გააზრება მოახდინოთ, რომ აი თქვათ ეს მაშინებს ან რაღაც აი ფინანსებში ან პირადში არ აქვს მნიშვნელობა ის გეშინიათ, აი ეს მოხდება, მე რას ვიზავ, ის მოხდება, მე რას ვიზავ, ანუ გეგმები დასახეთ, ეს რო ესე წავიდეს, ამის მერე რანაბიჯს გადავდგავ, როცა გეგმა გვაქვს, უფრო მშვიდად ვართ ადამიანები. ბედნიერ, წარმატებულ, სიყვარულით, სიხარულით სავსე კვირას გისურვებთ და აი თქვენ თავი გეპოვოთ, სიმშვიდე მოგეპოვებინოთ ამ კვირაში.